დილამშვიდობისა, ტრეიდერებო, დღეს პარასკევია, კვირის დასასრული, უკან საკმაოდ რთული და დატვირთული კვირა ჰქონდა, ასე ვაჭრობის ძალიან ბევრი და საინტერესო საშუალება მოგვეცა. გუშინ ცნობილი გახდა დიდი ბრიტანეთის, უпростоრად ინგლისის ბანკის გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე, მათ შეამცირეს საპროცენტო განაკვეთი, რაც რა თქმა უნდა ნეგატიურად დაისახა ფუნტის ფასზე საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე, ზოგადად ეს ნიშნავს, რომ ჩაეშვა ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა და უკვე ცდილობს ინგლისის ცენტრალური ბანკი ხელი შეუწყოს ეკონომიკას, რათა ფუნტი არ გაუფასურდეს, არ დაეცეს საფონდო ბირჟის ინდექსები და სხვადასხვა მსხვილი კორპორაციები. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ბაზარზე მომავალ კვირას. ხვალ 13:00-ზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ მთელი კვირის მოვლენებზე, დეტალურად გავარჩევთ თითოეულ ამ პროცესს, ვისაუბრებთ პრესკონფერენციებზე და რა თქმა უნდა ტექნიკურ ანალიზებს. დღეს ყურადღება მიაქციეთ ორი ქვეყნიდან უმნიშვნელოვანეს სიახლეებს, ესენი არიან დასაქმების და უმუშევრობის მაჩვენებელი კანადიდან და ამერიკიდან, რა თქმა უნდა ეს მონაცემები უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას მოახდენენ დოლარის და კანადური დოლარის ფასებზე საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე. გირჩევთ ამ პერიოდში მოერიდოთ ვაჭრობას ან ივაჭრეთ ახალი ამბების სტრატეგიით, გადადებული გარიგებებით და შესაძლებელი იქნება საკმაოდ მსხვილი მოძრაობების დაფიქსირება. თუ არ ვაჭრობთ ახალი ამბებით, მაშინ დაველოდოთ მონაცემებს, ჩამოყალიბდეს ბაზარი ორ შაბათიდან და ვივაჭროთ ძალიან სტაბილური და გარკვეული ტრენდის მიმართულებით. დღეს ასევე გახდება ცნობილი კანადიდან სავაჭრო ბალანსი, მაგრამ დანარჩენი მონაცემები ამ მონაცემებზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ევრო-დოლარის სავალუტო წყვილზე შეარჩიეთ ორი მნიშვნელოვანი დონე. ეს არის წინამორბედობის დონე 1.11.44, მხარდაჭერის დონე 1.11.24. ამ ორი ფასის გარღვევის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ახალ ამბებამდე ვივაჭროთ იგივე მიმართულებით. გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, ხვალამდე.